მოგესალმებით. უკრაინაში ომსა და პოლიტიკურ კრიზისს კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაში შეეწირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მთავრობა. ლატვიაში ჯერ თავდაცვის მინისტრი გადადგა, შემდეგ კი პრემიერსაც მოუწია თანამდებობიდან წასვლა. ლატვიის მაგალითი იმითაც არის საინტერესო, რომ ეს ქვეყანა ისევე როგორც ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით აგრესიულად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ და როგორც წესი, რადიკალური ოპოზიციის გარე მხარდამჭერებიდან ყველაზე ძლიერად პოზიციონირებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად რადიკალურ ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებდა. თუმცა ყველაფერი ისე მოტრიალდა, რომ ახლა თავად ბრაჟე, მისი პრემიერი და მთავრობა დარჩა თანამდებობის გარეშე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში პოლიტიკურ სტაბილურობას თავისი მნიშვნელობა აქვს ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის. ნატოს აღმოსავლეთ ფრონტსა და რუსეთის მეზობლად მათთვის აუცილებელია ისეთი მთავრობების ყოლა, რომლებიც მარტივად მართვადი და მორჩილი იქნებიან დიპ სტეიტის დიქტატის მიმართ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის პოლიტიკაშიც პოზიციონირებენ, როგორც ყველაზე რადიკალური საგარეო მიმართულებით და განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ. ამ ფონზე ლატვიაში მთავრობის გადადგომა და თან იმ დროს, რომ თავი ვერ გაართვეს უსაფრთხოების მარტივ საკითხებს, ევროკრატების მართვის სისტემაში ჩავარდნას ნიშნავს. დღეს უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ 7 მაისს ლატვიაში ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სწორედ უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს. პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ რატომღაც არავის დაუწყია იმის მტკიცება, რომ დრონები მაინც და მაინც რუსული იყო. არადა კარგად გვახსოვს, რომ 2025 წელს ევროპულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში სკანდალი იყო ატეხილი გაურკვეველი მფრინავი ობიექტების გამო, რომლებსაც რატომღაც რუსულად მოიხსენიებდნენ. როგორც ჩანს, ვერ დამტკიცდა ამ დრონების რუსულობა და თემაც დაიხურა. თუმცა ჩნდება მეორე, უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ხომ არ გაუხსნეს საჰაერო სივრცე უკრაინულ დრონებს იმისთვის, რომ მათ რუსეთის ჩრდილოეთში სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები განეხორციელებინათ. სავარაუდოდ უკრაინული დრონები რომ არ ჩამოვარდნილიყო და ლატვიაში ობიექტი არ დაეზიანებინათ, ალბათ ვერაფერს გავიგებდით, მაგრამ ფაქტი მოხდა. ამიტომაც სავარაუდოდ იმისთვის, რომ სკანდალი უფრო არ გაბერილიყო და ზედმეტი შეკითხვები ვინმეს არ გასჩენოდა, დრონების უკრაინული წარმომავლობა აღიარეს და მთავრობას გადააყენეს. ამით სტატუს კვო მეტნაკლებად აღდგა, სამაგიეროდ ყველამ დაინახა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ძალიან მყიფედ გამოიყურებიან დიდი გამოწვევების წინაშე. მისი ხელისუფლებები კი ბრიუსელის მარიონეტები არიან პოლიტიკური ინტერესებისთვის. ლატვიის შიდა პოლიტიკური ვითარება მართლაც მყიფეა. ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მემარჯვენე პარტია ლატვია პირველ ადგილზე ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად ითვლება, დაახლოებით 14-15%-იანი მხარდაჭერით. ეს მაჩვენებელი მართალია შორს არის უმრავლესობისგან, მაგრამ ლატვიის მრავალპარტიულ სისტემაში ეს პატრიოტულ პარტიას ცენტრალურ პოლიტიკურ აქტორად აქცევს. ლატვიისა და ზოგადად მსგავსი კოალიციური სისტემის შედეგი ისიც არის, რომ პოლიტიკური სურათი ძალზედ ფრაგმენტირებული ხდება და ხშირად ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში ითრევს ხოლმე. ასეთი კრიზისები კი შეიძლება წლები გაგრძელდეს, ისე როგორც მაგალითად ბულგარეთის შემთხვევაში. ფრაგმენტირებული პოლიტიკური სურათი და მრავალპარტიული კოალიცია ასევე ძალიან მოწყვლადია ზოგადი გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე და ლატვია ამის იდეალური მაგალითია. რამდენიმე დრონმა და კოალიციისა თუ პრემიერ-მინისტრის ქმედება უმოქმედობამ მთავრობის დაშლა გამოიწვია. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ თუ რატომ მოუწია გადადგომა ლატვიის პრემიერ-მინისტრს. დიპ სტეიტის მორიგი ფიასკო ევროკავშირში. ამჯერად ლატვიის მთავრობა დაიშალა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა გადადგა. მასთან ერთად კი მთავრობის სრული შემადგენლობა. ეს ჩვეულებრივი სამთავრობო კოლაფსი არაა, რაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის უკვე ობიექტურ მოცემულობად იქცა. ეს ერთგვარი საფასურია ლატვიის საომარი საგარეო პოლიტიკისა და საკუთარი დესტრუქციული ქმედებებისა საერთაშორისო ურთიერთობებში. ლატვიელებს თავისი მეზობლების, ლიეტუვასა და ესტონეთის მსგავსად უკრაინის ომის გაჭიანურების დაუღალავი მცდელობები და რუსეთთან მაქსიმალური კონფრონტაცია ბუმერანგივით შემოუბრუნდათ და მთავრობა 2 დღის განმავლობაში ჩამოეშალათ. სამთავრობო კრიზისი ლატვიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის 7 მაისს უკრაინულ დრონებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიას უტევდნენ, რუსეთის მხრიდან უკუგდების შედეგად მიმართულება შეეცვალა და ლატვიის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
უკრაინული დრონები ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ რეზეკნეში ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამას კი სამთავრობო კოალიციაში ზღვარგადასული პანიკა მოყვა. პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ თავდაცვის მინისტრ ანდრის პრუსს დააკისრა პასუხისმგებლობა ლატვიაში ჩამოვარდნილი უკრაინული დრონების გამო და მას თანამდებობა დაატოვებინა. არც ისი ადვილია რაიმე სახის ვერცხლის ტყვიის ქონა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რთულია დრონებთან გამკლავება, რომლებმაც ტრაექტორია დაკარგეს. სწორედ ამიტომ ვარ რეალისტი. მე ყოველთვის რეალისტი ვიყავი და ასევე ვაცხადებდი, რომ არსებობს გარკვეული რეალისტური შეზღუდვები. და რა არის შესაძლებელი ამავდროულად? დიახ, ჩვენ წინ მივდივართ ჩვენი თავდაცვითი სისტემებით. ჩვენ წინ მივდივართ უკრაინელებისგან სწავლისა და ამ გამოცდილების ინტეგრირების გზით. რა თქმა უნდა, კრიტიკული ნაწილია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ამიტომ ჩვენ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია ამის შესახებ. ასევე გავავრცელოთ ინფორმაცია რეალისტური გადაწყვეტილებების შესახებ. თუ რა არის მოსალოდნელი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ლატვიის სამთავრობო კოალიცია სამი პარტიისგან შედგებოდა: ერთობა, პროგრესულები და მწვანეების კავშირი. პრემიერ-მინისტრი ერთობას წარმოადგენდა, ხოლო თავდაცვის ექს-მინისტრი სპრუცი პროგრესულებს. მას შემდეგ, რაც სილინამ თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა, მან ფაქტიურად სამთავრობო შეთანხმება დაარღვია მინისტრთა პორტფელის განაწილების თაობაზე. სილინამ არაპარტიული კანდიდატის დანიშვნა სცადა ვაკანტურ თანამდებობაზე, მაგრამ უშედეგოდ. პროგრესულებმა სამთავრობო კოალიცია დატოვეს, პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. სილინას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა და ისიც მალევე გადადგა. მე ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ არ ვნებდები და არ ვღალატობ იმ დაპირებებს, რომლებიც ლატვიელ ხალხს მივეცი. ყველას ვისთანაც ერთად ვიდექით ევროპული ღირებულებების დასაცავად. მე და ახალი ერთიანობა გავაგრძელებთ მათ შესრულებას. ჩემი პრიორიტეტი უცვლელი რჩება. ლატვიის უსაფრთხოება, ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი, როგორც ქვეყნის საერთო მომავალი. ის რაც ბალტიის ქვეყნებში ხდება, არა მხოლოდ პოლიტიკური დაკვირვებისთვის, არამედ ფსიქოლოგიური დაკვირვებისთვისაც უხსაექსპერიმენტო მასალას იძლევა. ერთმანეთზე სუსტი, ერთმანეთზე მცირე სამი ქვეყანა აგრესიული მილიტარისტული განცხადებებით და ევროპის საომარ პოლიტიკაზე პედალირებით ჩიხუახუებს ემსგავსებიან. ისინი ბევრს ყეფენ, როგორც ღობის მიღმა მდგარი მომცრო ზომის ძაღლები დიდი ძაღლის დანახვაზე. მაგრამ საკმარისია ჭიშკარი გაიღოს და დიდ ძაღლთან ერთიერთზე დარჩნენ. მათთან გული წაუვათ ან მომენტალურად სახესისულია. ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფაიბა ბრაჟე უკრაინელებს აგულიანებდა, რომ ომი გაიღრძელებინათ. უკრაინის გადაწყვეტილება, უკრაინის ნება იქნება გადამწყვეტი. ის დიდი სახელმწიფოა და ევროპაში უდიდესი ჯარი ჰყავთ. ასე რომ თუ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება. ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები უკრაინის ომის გაგრძელებაზე ყველაზე ოპტიმისტურად საუბრობენ და ყველაზე რადიკალური რუსოფობიითაც სწორედ ისინი გამოირჩევიან. საინტერესოა რა აძლევთ მათ ასეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას. 2025 წლის 2 მარტს კირ სტარმერის მიერ ლონდონში დაორგანიზებულ სამიტზე უკრაინის თემაზე ბალტიისპირეთის არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ დაპატიჟეს, რაც ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომ ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის ლიდერების მოვალეობა მხოლოდ სიტყვიერი ბაქიბუქობით შემოიფარგლება და რეალურ დასავლურ პოლიტიკაზე მათი ზეგავლენა ძალიან მცირეა. თუმცა შეჯახილმა ხე გაახმოს პრინციპით მათ იმდენი იყვირეს ევროკავშირის აუცილებელ მილიტარიზაციაზე, რომ უფრო გავლენიანმა ქვეყნებმაც ანალოგიური მესიჯბოქსის გაჟღერება დაიწყეს. ევროპის ბალტიისპირეთიზაცია შეიძლება დავარქვათ იმ პროცესს, რასაც სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტებში ვადევნებთ თვალს. ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი იმასაც არ ერიდებოდა, რომ ევროპელებისთვის მოეწოდებინა რუსეთთან კონფრონტაციისთვის და ომისთვის მომზადებულიყვნენ. ეს იმ ქვეყნის ლიდერია, რომლის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 17,000 ადამიანია. უკვე თანამდებობიდან გადაყენებული ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის პრუსი გასულ წელს რუსეთთან ჰიპოთეტური სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საზღვართან ახლოს სპეციალური ბარიკადების განლაგებას ხელმძღვანელობდა, რასაც ეშმაკის კბილები დაარქვეს. ასეთი ბარიკადებით ლატვიის მთავრობა რუსული ტანკების შეჩერებას გეგმავდა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის იმპერიული დამოკიდებულებისა და აგრესიულობის დონის სათანადო შეუფასებლობა. არ მინდა რაიმე ვარაუდის გამოთქმა იმის შესახებ, თუ რას აპირებს საზღვრის მიღმა მყოფი ეს ქვეყანა. მაგრამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შიშისა და პანიკის გარეშე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის შესაძლებლობები. მაგრამ საკმარისი იყო ორი გზააბნეული უკრაინული დრონი, რომ ლატვიის მთავრობა სრულ შიშსა და პანიკას მოეცვა და ჩამოქცეულიყო. ლატვიაში ომის ფსიქოზი იმდენად ინტენსიური გახდა, რომ პატარა ბავშვებს სკოლებში უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ დრონების მართვის გაკვეთილებს უტარებენ უკვე. ევროკრატიამ გადაწყვიტა საომარი შიზოფრენიით ბავშვების ინდოქტრინაცია ადრეულ ასაკში დაიწყოს, რათა რამდენიმე წელიწადში აგრესიული მილიტარიზმით შეპყრობილი მოქალაქეები დაუსრულებელი საომარი პოლიტიკის ადგილობრივი აქტორები გახდნენ. ამჟამად რუსებს
ყოველდღიურად შეუძლიათ ასობით დრონის დამზადება. უახლოეს მომავალში კი შესაძლოა ათასობით გამოუშვან. ევროპას ჯერ კიდევ ზინავს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რამდენიმე წლით და ნაბიჯებით წინ არიან. ლატვიელი სამხედროები იმდენად არიან საკუთარ ფანტაზიებში ჩარჩენილი, რომ სრული სერიოზულობით ამბობენ. ბალტიის ქვეყნები თურმე რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან დანარჩენ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. ერთადერთი რაშიც ისინი ნამდვილად წინ არიან სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ესაა საგარეო პოლიტიკის შიზოფრენიული აღქმა, სადაც მშვიდობის მაგივრად ომს ირჩევენ, სადაც დიპლომატიის წარმოების მაგივრად პოლიტიკის ვულგარიზაციას ახდენენ. ოღონდ ჯერჯერობით სხვისი ომის გაგრძელება უნდათ. თვითონ ამ ომს აკვირდებიან და მოსახლეობის დაზაფრვით არიან დაკავებული. ჩვენი პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს ავიაციის საფუძვლები გავუზიაროთ და თუ მათ ეს მოეწონებათ, მოგვიანებით შეეძლებათ გააგრძელონ ამ მიმართულებით. მართველი პოლიტიკური წრეების ასეთი აქტიური სიგიჟის და მავნებლობის მიუხედავად, უბრალო მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავს დაესხმევა და მათ ამასთან გასამკლავებლად თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულად უნდა გაზარდონ, მაინც ძალიან უჭირთ. ლატვიელებს მათი მთავრობის დიდად არ სჯერათ. მე ვფიქრობ, რომ ეს ფულის არამიზანმიმართული ხარჯვაა, იმიტომ რომ სამხედრო კუთხით ეს უაზრობაა. მე არ მგონია, რომ რუსეთი ლატვიას შეუტევს. მე არ ვთვლი, რომ ლატვია რუსეთის ინტერესს წარმოადგენს. მაგრამ ამის მიუხედავად, ლატვიელები რუსეთთან და ბელორუსთან მდებარე საზღვარს ისეთი გაფაცისებით ამაგრებენ, თითქოს ომი რომ მართლა დაიწყოს, მათ რაიმე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ რამდენიმე ათასი ჯარისკაცით. ზოგადად, დრონების შემოფრენის დროს ბალტიისპირელების და ევროპელების პანიკა ჩარჩანაც დაფიქსირდა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამო Deep State-ის ევრომარიონეტები განსაცდელში ჩავარდნენ. შემდეგ აქტიურად დაიწყეს დრონების ფარის, ანუ დრონების კედლის იდეის განხილვა. ამ საკითხზე მხოლოდ დისკუსიები გამართეს, ტექნიკურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ. დრონების კედელი იდეაში უნდა მოიცავდეს რადარებს, დრონების ადრეული აღმოჩენის სისტემებს, მათი განადგურების საშუალებებს და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის მზაობას და თანხმობას. ევროკავშირის კურსნაბიჯებს და მოუქნელობას თუ მივიღებთ მხედველობაში, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ მათ ამ ინიციატივის რეალიზება წარმოუდგენლად გაუჭირდებათ. სიტუაციას ართულებს ის მდგომარეობა, რომ დრონების გასანეიტრალებლად საჰაერო თავდაცვის სისტემამ 96,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უნდა მოიცვას, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის მის წარმატებულ განხორციელებას. ისიც რა სიმბოლურია, რომ ლატვიის მთავრობა იმ ქვეყნის დრონებმა დაშალა, რომელსაც ბალტიისპირელები ყველანაირად ეხმარებიან. 2022 წელს უკრაინულმა რაკეტამ პოლონელებიც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ზელენსკის რეჟიმმა ჯერ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინიდან გაუშვა რაკეტა, მერე ამის რუსეთზე გადაბრალება დაიწყო. მაშინ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნის დიოდა და უკრაინის ომის არეალის გაფართოების და კონფლიქტში ნატოს ჩართვის დაუფარავი მცდელობა იყო. 2022 წლის ნოემბერში უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე მდებარე პოლონურ დასახლებებს შეუდოვში ჩამოვარდნილ რაკეტას ორი პოლონელი სიცოცხლეც კი ემსხვერპლა, რაც სიტუაციას ამძიმებდა. დეტალური კვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ რაკეტა უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. ეს ევროკავშირმაც აღიარა და პოლონურმა მხარემაც. მაგრამ მაშინ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რაღაც მომენტში ნატოს კოლექტიური თავდაცვის მუხლის ამოქმედება განიხილებოდა, რადგანაც პოლონეთი ნატოს წევრია. პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ ზელენსკიმ პოლონეთის მთავრობაზე უზარმაზარი ზეწოლა განახორციელა, რათა მათ ეს ფაქტი საჯაროდ რუსეთისთვის დაებრალებინათ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მტკიცებულება, რომ რაკეტა უკრაინიდან იყო გასროლილი. ამით კარგად ჩანს ზელენსკის რეჟიმის ვერაგობის და პროვოკაციის მასშტაბი. რას გვეუბნება ბალტიისპირელების პანიკა და ლატვიის მთავრობის ჩამოშლა? უკრაინელებს ომის გაგრძელებას მოუწოდებენ, საქართველოს რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის ხარისხს უწუნებენ. ამის გამო დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას პრორუსulis იარლიხს აწებებენ და შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მუხანათურად თავს არ დაესხნენ საქართველოს სუვერენიტეტს. თვითონ ორი უკრაინული დრონის გამო საყოველთაო პანიკაში ვარდებიან და მთავრობა ეშლებათ. ლატვიის უკვე დაშლილმა ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსაბუთებელი სანქციები დაუწესა. ლიეტუველი ევროდეპუტატის სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მეგობრის რასა იუკნევიჩიენეს ინიციატივი და წაქეზებით ტელეკომპანია იმედს ევროპარლამენტში მუშაობა აუგზავნეს ერთი წლით. პოსტივის და რუსთავიორს კი გაფრთხილება მისცეს. ბალტიისპირეთის ქვეყნები კრიზისში ჩაფლული დიდი ევროკავშირის პატარა აგრესიული წარმონაქმნები არიან, ვინც ევროპული ანტიდემოკრატიული უკუსულის და მავნებლობის ავანგარდში დგანან. ლატვიაში რამდენიმე თვეში მორიგი საპარლამენტო არჩევნებია. 2026 წლის ოქტომბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით ლატვიელები თავის პოლიტიკურ არჩევანს გააკეთებენ. ყველაზე საინტერესო კი სწორედ მაშინ შეიძლება დაიწყოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად ჯერჯერობით პირველ ადგილზე მემარჯვენე კონსერვატიული პარტია ლატვია უპირველეს ყოვლისაა. მისი ლიდერი აინარ შლესერსია, რომელიც ევროკავშირის კრიტიკას არ ერიდება, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის მომხრეა და ბრიუსელის ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ გამოდის. ის ადრე რიგის ვიცემერის თანამდებობას და ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში კი ბალტიისპირეთს შეიძლება რაციონალიზმი და გონიერება დაუბრუნდეს, რაც ასე აკლია ამ რეგიონს ბოლო პერიოდში.
ლატვიაში ხელისუფლების კრიზისი უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნებით, დრონებთან დაკავშირებული სკანდალებით და კოალიციის შიგნით სრული უნდობლობის ფონზე დაიწყო. ბედის ირონიით, სწორედ ეს პოლიტიკური ელიტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოსთვის სწორი მიმართულების გაკვეთილების ჩატარებას. ლატვიის მაგალითი აჩვენებს, რომ ქვეყანას მარიონეტული მთავრობა მართავდა, რომელმაც გეოპოლიტიკურ დატვირთვას ვერ უპასუხა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.